მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიან საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, რადიო სივრცის ეთერში ვსაუბრობთ კვლავ ეკონომიკის და ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, თუმცა მანამდე ასევე ტრადიციულად სტუმრის წარდგენამდე დღის და გასული დღეების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია და განვიხილოთ აქტუალური საკითხები და ყველაზე უფრო აქტუალური ალბათ რაც ჩვენ გუშინ დილას 11 საათიდან მოვისმინეთ, ეს ხო შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მართლაც ძალიან დეტალურად რომ არ შევიდეთ კვლევის ამ ნაწილში, მხოლოდ რამოდენიმე ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჯამში რა შეიძლება ითქვას ზოგადად და შეჯამების სახით. ზოგადად და შეჯამების სახით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც შეიძლება დაეუფლოს ადამიანი პროფესიას, თუმცა ვერასოდეს იმ პროფესიით ვერ იმუშაოს, არა იმიტომ რომ ის ცუდი სპეციალისტია, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ამ პროფესიისთვის არ არის შესაბამისი ვაკანსია ან სათანადო რაოდენობის ვაკანსიები არ არის და შესაძლოა კიდევ ერთხელ ჩვენ მივიღოთ ახალგაზრდა ადამიანს მოუკლათ მოტივაცია შეიძლება ასე ვთქვას, ვინაიდან მან ისწავლოს ძალიან ბევრი, არავის ნაკლები განათლება არ მიიღოს, არავის ნაკლები არ იშრომოს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ამ პერიოდის განმავლობაში და იმ რეალობაში, რომელიც საქართველოშია, მისი შესაბამისი პროფესიის ვაკანტური ადგილი უბრალოდ არ აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც შესაძლოა ბიზნესის მხრიდან ხდებოდეს მიწოდება მთელი რიგი სამუშაო ადგილების, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახოთ შესაბამისი პროფესიის ადამიანების საკმარისი რაოდენობა. ანუ ფაქტურად ჩვენ შეიძლება შევხედოთ სიტუაციას, როდესაც რა რეალობაც გვაქვს, როდესაც ერთის მხრივ გქონდეს ვითარება ყავს და გვაქვს ვაკანსიები და მას ვერ ვავსებთ და მეორე მხრივ ყავს ადამიანები, რომელსაც უბრალოდ ვერ ვასაქმებთ. და გარკვეულად თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოში არსებულ ვითარებასაც, ეს დისბალანსი და ეს რეალობაც იკვეთება და იკვეთება არა დღეს, არამედ წლების განმავლობაში შესაძახდებოდა, როდესაც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი რა მნიშვნელობა აქვს ან რა საჭიროება არსებობს განათლების რეფორმის და რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებს. ჩვენ განათლების რეფორმაზე შესაძლოა პლუსზე, მინუსზე, ავკარგიანობაზე ძალიან ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ საჭიროების თემაზე და თავისთავად კითხვაზე საჭიროა თუ არა ალბათ კამათი წარმოუდგენელი ამ თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შემდეგი. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევას ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამ კვლევას სხვადასხვა ეთერებში, სხვადასხვა შეხვედრებზე, სადაც რეალობა არის შემდეგი და კიდევ ერთხელ ეს რეალობა არ არის მაგალითად მხოლოდ გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, ეს რეალობა არის წლიდან წლამდე და გასული წლის მეოთხე კვარტალშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, როდესაც ბიზნესი ტოპ 3 გამოწვევიდან, 3 მთავარი გამოწვევიდან ორ ნაწილში კვალიფიციურ სამუშაო ძალას და ზოგადად სამუშაო ძალას ასახელებს პრობლემად, ხო? ანუ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში უმუშევრობა მიუხედავად იმისა, რომ შემცირების ტენდენცია სახეზეა და ამას ჩვენ ხედავთ წლიდან წლამდე, მიუხედავად ამისა ჩვენ ხედავთ ვითარებას, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესი კიდევ ერთხელ ეძებს სამუშაო და 13%-ზე მეტი უმუშევრობა, 13%-ზე მეტი უმუშევრობა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი მუდმივად ჩივის, პრობლემებად ასახელებს სამუშაო ძალის და კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობას. ანუ ვითარება მარტივია, კიდევ ერთხელ შრომის ბაზრის კვლევის გუშინდელ პრეზენტაციამდე, სადაც კიდევ უფრო რთული სიტუაცია დავინახეთ ჩვენ. ამ შემთხვევაში ისედაც ვხედავთ ჯამურად, საკმაოდ დრამატულ ვითარებას შრომის ბაზართან დაკავშირებით. რაც კიდევ ერთხელ მივდივართ ძალიან მარტივ რეალობამდე, საჭიროა თუ არა შრომის ბაზრის შრომის ბაზარზე არსებული ვითარების გადახედვა და ამ შემთხვევაში მეტი კავშირის პოვნა განათლებასა და დასაქმებას შორის. აი მაგალითისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავესახებ ამ შემთხვევაში იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920. ანუ, როგორც პრემიერი აღნიშნავს, 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს მის
პროფესიულ საქმიანობაში, ხო? ანუ ძალიან რთულია, როდესაც ჩვენ ფაქტიურად ვიცით წინასწარ შედეგები და ამ შედეგებზე არ რეაგირებთ. კიდევ ერთხელ თუ არ იქნა გადახედილი ამ ჭრილში და ამ ნაწილში შრომის ბაზარზე არსებული ვითარება თუ არ იქნა სათანადოდ გაანალიზებული და შესაბამისად თუ არ შედგა მეტი დიალოგი განათლებასა და ბიზნეს შორის, ხადია ჩვენ მსგავსი ვითარება გვექნება. მეორე მხრივ, ანუ ერთ მხრივ ვისაუბრეთ ჩვენ ამ შემთხვევაში იურისტებზე, რომლებმაც 3000-მდე ვსაუბრობთ, ხო? რომელმაც შეიძლება ვერასოდეს საკუთარი პროფესიით ადგილი ვერ იპოვონ, მაგრამ მეორე მხრივ არის ვითარება. მაგალითად, პედაგოგიკა არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ნაწილი, სადაც არის მაგალითად გაცილებით ნაკლები სტუდენტი, ვიდრე რეალურად არის ბაზარზე მოთხოვნა, საინჟინრო ტექნიკური მიმართულებები, ასევე ამ მიმართულებით არის ქიმიური ტექნოლოგია, მეტალურგია, ენერგეტიკა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ჩვენ მოგვიწევს უახლოეს რამდენიმე წუთში საუბარი, ტრანსპორტი, საექნო საქმე და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მთელი რიგი პროფესიები, რომლებიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, სადაც პრობლემურია და დეფიციტურია კადრები, უფრო დეტალურად საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექნები, ექიმები, მშენებლები, მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ზედამხედველები, კიდევ ერთხელ ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. ეს არის კონკრეტული ჩამონათვალი, სადღა არა სრული, რომელიც ახლა მე ვთქვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ჩამონათვალის ნაწილიდან, რომელიც პრემიერმა აღნიშნა. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები და ყავს მთელი რიგი მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, მარტივად რო ვთქვა და მეორე მხრივ ყავს ადამიანები, სადაც ფაქტობრივად ესეთი ჭარბი მიწოდება. რა უნდა გავაკეთოთ ამ დისბალანსისთვის? ეს არის დისბალანსის შესამცირებლად, ხო? ნუ ხა 100%-იანი აღმოფხვრა, ნუ ალბათ წარმოუდგენელია, ასე რომ შეხედოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დისბალანსის შემცირება შესაძლებელია. თუმცა მეორე მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ აქ ცხადია ჩვენ არ ვსაუბრობთ და მოვისმინეთ თქოს ამაზე გარკვეული ტიპის შეხედულებები, რომ თითქოს რაღაც ერთ ვაკანსიაზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა მოდიოდეს. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ ჯამურად სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არჩევანის ნაწილზე და კიდევ ერთხელ ვითარებაზე, როცა ჩვენ მთელ რიგ შემთხვევებში გვაქვს დეფიციტი. ამავდროულად, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ გასათვალისწინებელი, რომ ან ჩვენ ადგილზე და ჩვენი განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის საშუალებით. ბიზნესისა და განათლების უკეთესი დიალოგით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობით ვუზრუნველყოფთ ამ დისბალანსის შემცირებას, ან არის მეორე გამოსავალი, ჩვენ მოგვიწევს მუდმივად სამუშაო ძალის ძიება სხვა ქვეყნებიდან. რაც ასევე ვერ იქნება კარგი მთელი რიგი მიმართულებებით, ვინაიდან ჩვენ სამუშაო ძალას ფაქტურად ვტოვებთ დასაქმების პერსპექტივის გარეშე. ცხადია, ცოდნა გამოცდილება, რომელიც შეიძლება თან ახდეს ინვესტიციას მაღალ ტექნოლოგიურ დარგებს, მათი იმპორტი საზღვარგარეთიდან არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მთელ რიგ მიმართულებებზე, რომელიც ესაჭიროება დღეს შრომის ბაზარს, რომელიც გვესაჭიროება ჩვენ ქვეყანაში და ამ კუთხით ცხადია ჩვენ სამუშაო ძალის იმპორტი, სამუშაო ძალის შემოყვანა ქვეყანაში დამატებით უბრალოდ ლოგიკას მოკლებულია, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენი განათლების სისტემა ვერ ამზადებს სათანადო კადრებს ან არასწორად ამზადებს. მოკლედ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც გვინდა რომ შემდგომშიც ყურადღება მივაქციოთ, კიდევ ერთხელ სწორედ ამას ემსახურება განათლების რეფორმის ნაწილი და ის არც ერთ შემთხვევაში არ არის მიმართული რომელიმე უნივერსიტეტთან ასე შემდეგ წინააღმდეგ, ნუ ეს როგორც ხდება ხოლმე გარკვეული ტიპის ფიქრებში, ასე ტიპის ფიქრები აქვთ ხოლმე იმ ადამიანებსაც გავსი რამ გაუკეთებიათ სხვა დროს და არა ერთხელ, აქ მთავარია კიდევ ერთხელ საუბარი რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვერგოთ რეალობას. ენერგეტიკა ვახსენეთ, ასევე დარგი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც ასევე ხედავთ, რომ ასევე სამუშაო ძალა იქნებოდა კარგი, თუ მეტი ადამიანი დაინტერესდებოდა ამ სფეროში საქმიანობით, თუმცა მთლიანობაში ენერგეტიკა ჩვენ ვნახეთ, რომ განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აქტიური განხილვისაგნად იქცა და ძალიან გააქტიურდა კომუნიკაცია და პროფესიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასა და
სექტორს შორის, მათ შორის მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო გრედას თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროდან და არაერთი ინიციატივა, მოკლედ რომელზეც მინდა რომ დეტალურად ვისაუბროთ ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომ თხოვეთ სტუმრობა მაია მელიქიძეს, გრედას აღმასრულებელ დირექტორს დღეს ჩვენთან ბიზნეს ინსაიდერში, რადიო სივრცის ეთერში. მადლობას გიხდით, გაბატონო მაია, კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის და ჩვენს ეთერში თქვენი დროის დათმობისთვის. გვინდა რამოდენიმე საკითხზე ვისაუბროთ, თუმცა პირველ რიგში სულ რამოდენიმე დღის წინანდელი შეხვედრით მინდა დავიწყო, როდესაც თქვენ შეხვდით საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროში იყო ეს შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხებოდა კანონ პროექტს და პირველ რიგში სწორედ ამ კანონ პროექტით მინდა დავიწყო, რას მოიაზრებს ეს კანონ პროექტი, სად ვართ, რა გვჭირდება, რატო გახდა საჭიროება და ასე შემდეგ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ თქვენს კითხვას გავცემ პასუხს, ცალსახად როგორც გრედას აღმასრულებელი დირექტორი, დავადასტურებ იმ საკადრო დეფიციტს, რომელიც გვაქვს ენერგეტიკაში და კომპანიებს უწევთ თვითონ ჩადონ ინვესტიცია საკუთარი კადრების მომზადება. გადამზადებაში. ამაში რა თქმა უნდა ჩვენი ასოციაციაც ვეხმარებით, თუმცა ეს არასაკმარისია, იმიტომ რომ ბიზნესი ძალიან სწრაფად ითხოვს განვითარებას. მარტო ჰიდროენერგეტიკაზე არ არის საუბარი. ბოლო პერიოდში მზე გახდა აქტუალური და ქარი ხო საერთოდ ხშირად თქვენს დაგისვავთ ჩემთვის კითხვა, რომ რატომ ვერ ვითარდება ქარის მიმართულება აქტიურად. იმიტომ რომ ერთ-ერთ ბუნებრივი არა ერთადერთ პრობლემად არის სწორედაც რომ საკადრო პოლიტიკა ჩვენ არ გვყავს სპეციალისტები ქარის მიმართულებით. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, შეიკრა ეგრეთ წოდებული ოთხკუთხედი, ანუ მრავალწახნაგოვანი პროცესი შეიკრა. ეს გახლავთ სახელმწიფო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მოსახლეობა და ინვესტორი. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის. მე ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა ქალბატონი მარიამის მხრიდან დადებითი დამოკიდებულება და მისი მხრიდან მოხდა გაცნობა ამ კანონპროექტზე, რომელიც ბატონო გიორგი წლების განმავლობაში იყო ნამდვილად თაროზე შემოდებული და ამ კანონპროექტზე მანამდეც იყო ნაფიქრი გააზრებული. კი, ნამდვილად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და ისმებოდა კითხვა, როგორ შეიძლება ამ პროტესტის მინიმიზაცია და რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს. ჩვენ გავეცანით რა საერთაშორისო პრაქტიკას და დავინახეთ და ვნახეთ ის ქვეყნები, სადაც არანაკლები იყო პროტესტების მაჩვენებელი, თუ მეტი არა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნებიც ჰიდროემს მიმართულებით საკმაოდ მდიდრები არიან, გულისხმობ ავსტრიას, ნორვეგიას და მათ გამოიყენეს ეს პრაქტიკა. ანუ რეალურად ჩვენ რაღაცას ძალიან განსაკუთრებულ ნოვატორულ მოვლენებს არ ვუწყობთ ხელს. ეს არის უკვე კარგად გატესტილი ევროპულ სამყაროში. ამიტომ ჩვენ უბრალოდ მოვარგეთ ჩვენს რეალობას და სამინისტროსთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ბუნებრივია ეს კანონპროექტი. და ამ შეხვედრაზე, რომელიც შედგა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, უკვე შევაჯამეთ და შევათანხმეთ ის კონკრეტული პოსტულატები, რომელიც კრიტიკული იყო სახელმწიფოსთვის და გადამწყვეტი იყო კერძო სექტორისთვის. აქ იყო საუბარი ნახეთ კონკრეტულად რაზე, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება და კონკრეტულად რა თანხებზეა საუბარი. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ შეეხება უკვე აშენებულ ჰიდროელექტროსადგურებს. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სწორად აღიქვან მათ მიერ მისაღები თანხების მენეჯმენტის კონტექსტი. ეს შეეხება მომავალში ასაშენებელ ჰიდროელექტროსადგურებს, მათ მიერ გადახდილი ქონების გადასახადის პროცენტობაზეც გავამახვილებ ყურადღებას, თუ ეს არის მსხვილი ჰიდროელექტროსადგური 15%-ზეა საუბარი, საშუალო შემთხვევაში 30%-ზეა საუბარი და პატარა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში უკვე 45%-ზე არის ბუნებრივია საუბარი. ამიტომ ამას მნიშვნელობა ბუნებრივია აქვს. ძალიან რთული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მედიაციის როლში ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. აი ეს უკვე იქნება არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მოსახლეობას ერთი მნიშვნელოვანი რამ
გაიაზრონ ორივე მხარემ, რაც გახლავთ ის, რომ სარგებელი, რომელიც დაგენერირდება ელექტროენერგიის სახით, ინვესტორისთვის, რომელიც გაყიდის პროდუქტს, სახელმწიფოსთვის, რომელიც ენერგოდამოუკიდებელი გახდება, ასევე სარგებელი ექნება მუნიციპალიტეტს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება 100%-იანი ჩართულობა. თუ რა ინტერესების დაკმაყოფილება სურთ. აი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის 100%-იანი ჩართულობაზე საუბრობთ, თქვა ჩვენ ამ შემთხვევაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, და ხა ის კომპონენტები, რომელიც თქვენ გამოკვეთეთ, პირდაპირ ეხმიანება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ამ შემთხვევაში ვითარება ჩანს, რომ ხელისუფლება ბიზნესი ერთ აზრია, თაროზე შემოდებული გამოპროექტი, როგორც აღნიშნეთ, ხა დღის სინათლეზეა. როგორ შეიძლება დაიწყოს პრაქტიკული ნაბიჯები განხორციელებთ? აი, პრაქტიკაში როგორ ხედავთ ამ ვითარებას? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ აღსრულება იქნება შემდეგი გამოწვევა. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ცნობიერების ამაღლება ორივე მხარეს. ორივე მხარეში გულისხმობ როგორც მოსახლეობაში, ამასთანავე მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მხრიდან, იმიტომ რომ აღსრულება სწორედ იდეა პროექტთან დაკავშირებით უნდა წამოვიდეს ადგილობრივი მოსახლეობისგან, მაგრამ აღსრულების ნაწილი უნდა მოხდეს აუცილებლად მუნიციპალიტეტის მხრიდან. ანუ წარმოდგენილი იქნება ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თემის თუ სოფლის წარმომადგენელი, რომელიც მოიტანს იმ სატკივარს, საჭიროებას, რაც შეიძლება იყოს ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ერთად დასხდებიან და 50-50-ზე აქვთ მათ ამ შემთხვევაში ძალაუფლება. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენად იზრდება ადგილობრივი თემის ჩართულობა. შემდეგ ეს პროექტი რაზეც შეჯერდებიან და თქვენ ალბათ დამისვათ ველოდები ასეთ კონტრკითხვას, რომ ვერ შეჯერდნენ, მაშინ რა ხდება? მოდის რომ ეხა რადგან გადადის თქვა ამ შემთხვევაში უკვე პასუხისგებლობა მეორე მხარე, პირობითად მეორე მხარეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო, აი რა ხდება მე? ხო, ბუნებრივი კითხვა, ველოდი მე თქვენგან ამას, რომ თუ ვერ მოხდა შეთანხმება, მაშინ რა? პროექტი ამ შემთხვევაში და ისედაც ზოგადადაც, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული დაკვირვების პროცესში გადის უკვე საკრებულოში და საკრებულო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვათ, თუ პროექტი არ იქნა მოწონებული საკრებულოს მიერ, შემდეგ დასაბუთებული არგუმენტებით უბრუნდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით თემს, რომელსაც მიეცემა რეკომენდაცია, რომ იცით რა, მოდით პრიორიტეტი მივცეთ, თქვათ, გზას კი არ, არამედ თქვათ, ბავშვების განვითარებას, იქ თქვათ, სოფელში მშენებლობა სკოლის, ბაღის და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი არის ის, რომ გადამწყვეტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი სიტყვა აუცილებლად ექნება სოფელს, რომელიც შესაძლოა არ დათანხმდეს და პირიქით თქვას, რომ არას დაასაბუთოს, რომ სწორედ გზა გვინდა და შემდეგ გადავდივართ უკვე აღსრულებაზე. აქ მნიშვნელოვანია თანხის ნაწილიც, ბატონო გიორგი, და თქვენ ასევე ველოდები იმას, რომ მე შემეკითხებით, თქვათ თუ ერთი წლის განმავლობაში ვერავით ვისეთ ეს თანხა. მაშინ რას ვაკეთებთ? თუ ვერ მოხდა, უბრუნდება ეს თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით და კარგად იცით საგადასახადო სისტემა, უბრუნდება ეს თანხა ცენტრალურ ბიუჯეტს, იმიტომ რომ პრინციპი ხომ ასეთია, თუ ვერ აითვისებს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისად გამოყოფილ თანხებს და ვერ დახარჯავს მიზნობრივად, შემდეგ უნდა მოახდინოს ამ თანხის უკან დაბრუნება, ბუნებრივია ცენტრალურ ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ეს თანხა არ ბრუნდება, ის რჩება იქ აუცილებლად და შემდეგ წელზე გადადის და მას მიემატება კიდევ ის თანხა, რომელიც განსაზღვრული იქნება ბუნებრივია ამ კონკრეტულ ეს თანხა ფაქტურად შეინახა მოსახლეობამ, შეიძლება ასე ითქვას, ადგილობრივ დონეზე. თუმცა აქ შეიძლება არსებობდეს იცით როგორი პროექტი, სიმბოლურად რა ვთქვათ, გზის მშენებლობა, უტრირება რომ მოვახდინო, ჯდება ვთქვათ 10 ლარი, ძალიან მარტივად რომ ავხსნა. მაგრამ ის უშუალო სარგებელი, რომელიც უნდა მიიღოს სოფელმა, არის ამ წელს ვთქვათ 3 ან 4 ლარი. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ვაჩერებთ პროექტს? თუ ვიწყებთ და აი როგორ ხდება ამის მენეჯმენტი? ეს საკითხიც კი განვიხილეთ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა სამინისტროში. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ ხდება, შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა ის განსხვავება სიმბოლურად ვთქვათ 6 ლარი დაამატოს და შემდეგი წლების განმავლობაში უკვე დაგენერირებული თანხა ეს 6 ლარი თავის ბიუჯეტში დატოვოს და ეს თანხა მოახმაროს. ან
საჭიროებიდან გამომდინარე ეს თანხა გააჩეროს გულისხმობ 4 ლარს, შემდეგ წელსაც დაელოდოს ოღონდ მოსახლეობასთან შეთანხმებით, გახდეს ის 8 ლარი, მესამე წელსაც და დაგროვდება რა, შემდეგ უკვე დაიწყონ პროექტის განხორციელება. ანუ ამ ნაწილში თავისუფლება რჩება მუნიციპალიტეტს. მოკლედ მრავალმხრივი ინტერესია, როგორც ნამდვილად, უკვე ფასთავარია, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მცდელობა არა მხოლოდ პასუხისმგებლობის, არამედ ზოგადად აი საქმის გადანაწილების მუნიციპალიტეტის ზონაზე და ჩართულობის მოსახლეობის, იმიტომ რომ როგორც წესი, ყოველთვის ჩართულობას თავისი ფასი აქვს, ანუ შრომა მოსახლეობის და განცდა მოსახლეობის და ეს უბრალოდ განცდა არ არის, რეალობის შეგრძნება ამ შემთხვევაში ისინი მონაწილეობენ გადაწყვეტაში და პროცესში არიან ჩართულები, გასაგებთ უფრო მეტ ზრუნვას იჩენს შემდგომ განსახორციელებელი საქმიანობის. აუცილებლად მინდა კითხოთ, ხა ძირითადში რაც ვისაუბრეთ, მე მესმის აბსოლუტურად ძალიან კარგად ჩანს მოსახლეობის სარგებელი ამ კუთხით. მაინც მინდა კითხოთ კიდევ უფრო მეტად აი რატომ არის ასე გულუხვი დარგი, ასე ვთქვათ, და სექტორი, ანუ რას იღებს სექტორი ძირითადში აი ამ ნაწილით, რაც მესმის კიდევ ერთხელ და ძალიან კარგია რომ დავინახეთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ აი სექტორის სარგებელსაც რომ შევხედოთ. კარგი კითხვაა ნამდვილად. სექტორი წლების განმავლობაში, ბატონო გიორგი, იბრძოდა რომ საკუთარი პროექტები ინვესტორებს გულისხმობ განახორციელებინათ. მათ ძალიან უჭირდათ ამ პროექტების განხორციელება და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ დროფულია. ბევრი წელი გადიოდა, აქ არ არის სხვათა შორის რამდენიმე თვეზე საუბარი, საკმაოდ ბევრი წელი გადიოდა, ისე რომ პროექტები ვერ ხორციელდებოდა. ბოლოს ჩვენ გრედამ რომ დავთვალეთ, საშუალოდ 88 პროექტამდე ავედით. უფრო მეტიც კი. განუხორციელებელი პროექტი. 88-ზე მეტია. მეტია, 80-ზე მეტია ნამდვილად და აშკარად იკვეთება ის, რომ ძირითადი პრობლემატიკა მაინც მოდის სოციალური კომპონენტიდან გამომდინარე. ამიტომ აქ საჭირო გახდა, ჰაერივით საჭირო გახდა უკვე ასოციაციის აქტიური ჩართულობა და ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად, ლოგიკურად, დასაბუთებულად მიტანა სახელმწიფო სტრუქტურებამ იმისათვის რომ კარგად განგვემარტა რა ჭირდება სექტორს. სექტორი ჩათვალეთ დაპაუზდა და განიცადა სტაგნაცია. როდესაც ნებისმიერი რამ სტაგნაციას განიცდის, ეს ნიშნავს იმას, რომ უკუსვლა ხდება და სექტორმა დაიწყო უკუსვლის სიარული. რა თქმა უნდა, ამ ინვესტორებმა ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგია შეცვალეს, თავი დაანებეს ჰიდროენერგეტიკას და დაიწყეს თანხის ჩადება მზესა და ქარში. მე მოხარული ვარ როგორც ამ დარგის წარმომადგენელი იმით, რომ არ დატოვეს სექტორი ინვესტორებმა და არ წავიდნენ არც ქვეყნიდან და არც ადგილობრივმა ჩვენმა ინვესტორებმა, არამედ დარჩნენ სექტორში, თუმცა მათთვის მაინც პრიორიტეტი იყო ჰიდროენერგეტიკა. უბრალოდ ადგენენ და შეცვალეს მათი დღის წესრიგი. ჩადეს ქარში, ჩადეს მზეში, დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ მიმართულებით, ქარი აქტიურდება დროთა განმავლობაში, მაგრამ ჰიდროს ვერასდროს ვერც ქარი ჩაანაცვლებს და ვერავითარ შემთხვევაში ვერც მზე, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება ჩამნაცვლებელი. მით უმეტეს რომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები, იმისათვის რომ დავაბალანსოთ გადამცემ ქსელში. რეზერვუარიანი რას ნიშნავს და ეს ბალანსი რატომ გვჭირდება? აი ჩვენს მაყურებელს მსმენელს რომ განვმარტოთ ეს. დიახ, ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებულად მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, სადაც იგულისხმება ის, რომ როდესაც მოედინება მდინარე, მაშინ ხდება ბუნებრივი ელექტროენერგიის გენერაცია, მაგრამ ზამთრის პერიოდში კარგად ვიცით რომ გაყინულია მთებში, ასე ვთქვათ, ეს წყალი და ვერ ხდება წყლის ნაკადი მინიმუმამდე არის დასული. ამიტომ ჰიდროს თვალსაზრისით მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები ჩერდებიან და ზამთარში ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. და ახლა სხვათა შორის უნდა ჩავანაცვლოთ ეს იმპორტდამოკიდებულება ქარის გააქტიურებით, რომ ზამთარში ქარია. მაგრამ ქარი ხომ ბოლომდე ვერ აიღებს ამ ტვირთს, იმიტომ რომ მოხმარება ზამთარში ძალიან დიდია. ადრე ღამდება, გვიან თენდება, ადამიანებს სიცივე აწუხებთ, ამიტომ რთავენ მაქსიმალურად რაც კი აქვთ შესაძლებლობა და მოხმარება ბუნებრივად იზრდება. ამიტომ ქარი მთლად ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა რა თქმა უნდა დაგვეხმარება. აი ამ დროს ჩვენ გვჭირდება რეზერვუარიანი, ანუ დამაგროვებელი ჰესები, რომელიც აგროვებს წყალს და შემდეგ უკვე დაგროვილი წყლის გამოყენებით ხდება მისი
უკვე ამუშავება. ვქმნით მე კინეტიკურ ენერგიას და საბოლოო ჯამში გარდაიქმნება ელექტროენერგიად. ჩვენ ასეთი ძალიან სასიხარულო მაგალითი, რა თქმა უნდა, გვაქვს ენგურჰესი. მარტივად რომ ავხსნათ, რომელსაც აქვს რეზერვუარი 1300 მეგავატს აგენერირებს. დადგმული სიმძლავრე არის ეს და როდესაც არის რთული პერიოდი, წყლის დაგროვება ხდება ამ დომბაში და შემდეგ ხდება მისი გამოყენება ბუნებრივი ელექტროენერგიის დასაგენერირებლად. და მაშინ, როდესაც ნახეთ, ბატონ გიორგი, თქვათ არ არის ქარი, ან არ არის მზე და ბუნებრივად ხდება ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირება. ამ დროს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს რეზერვუარი, yani ჰიდროელექტროსადგურების ჩართვა, რათა დაბალანსდეს გადამცემ ქსელში. ჩვენს ბავშვობაში ხშირი იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც დიდი დოზით მოვარდებოდა, ასე ვამბობდით, ჩვენ ელექტროენერგია და ძალიან ბევრ ტექნიკას აფუჭებდა ხოლმე ან ელვისის სწრაფით ჩაქრებოდა ან თამაშობდა, ესე ვამბობდით ხოლმე ჩვენ ან დენი თამაშობს იუმორიც რომ შემოვიტანოთ ან ხარისხი არ ვარგა. ჩვენ აი ამ ყველაფერს რაიონებსა და რეგიონებში სამწუხაროდ დღესაც ვაწყდებით და ამიტომ პრობლემა არ არის, რომელიც ბავშვობაში დარჩა, ხო? ნამდვილად, ხო, ეს ის პრობლემაა, რომელიც თითქოს და დიდმა ქალაქებმა გადალახეს, იმიტომ რომ ქსელის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა იგივე პრობლემატიკა. დიახ, მაგრამ იგივე დარჩა ბუნებრივია რაიონებსა და რეგიონებში. მაგრამ მარტო ქსელი ვერ გააკეთებს ამას, ქსელი ჩვენ რომ გავმართოთ, თუ იქ არ მოხდება საკმარისი შესაბამისი რაოდენობით და დოზით და ვოლტაჟობით ელექტროენერგიის მომარაგება, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საბოლოო ჯამში სირთულეებს და გათიშვებს. კი ბატონო, აი აუცილებლად მინდა გითხრათ, ხა ჩვენ ბევრ საკითხს შევეხეთ. არა მხოლოდ ერთ კანონ პროექტს, რომელზეც თქვათ ეკონომიკის სამინისტროსთან იყო თანამშრომლობა და ეხლა უკვე ჩავშალეთ, სადამდე მივდივართ ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. თლიანობაში საკითხები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ანუ ჩვენ ერთ წყურს საუბრობთ ჰესებზე, საუბრობთ ჰიდროზე, საუბრობთ ჰესებზე ამ შემთხვევაში, რომლებიც უბრალოდ ჰიდროს ნაწილში ვსაუბრობთ ჰესებზე, ქარის ნაწილზე ვსაუბრობთ, ხომ? ნუ აქტიური იყო მზის პანელების თემაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდგომ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობისთვის, გაიაფთა ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი საკითხი, ჩემი დაკვირვებით, როცა ენერგეტიკას ეხება, ძალიან ღრმად კავშირშია კერძო სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობასთან. იმიტომ რომ უამრავ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად ასევე მოითხოვს თითქოს სხვაგვარ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ შემთხვევაში, მთელ რიგ პროექტებთან მიმართებაში. მით უმეტეს ჩვენ გვაქვს მაგალითები მსხვილი ჰესების ნაწილში, რომ როდესაც სახელმწიფომ, რაღაცა ფორმით ვერ დაუჭირა სათანადო ხარი ბიზნეს, ან თავიდან შესაბამისად ვერ მოამზადა გარემო, ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც წავაგეთ დავა, ვთქვათ, ინვესტორთან და საერთოდ რატომ უნდა მისულიყო აქამდე, ნუ ამისი ეს საკითხი საერთოდ ცალკეა, მაგრამ მაინც ფაქტი ერთია. აი დღეს, როდესაც აი ასეთ ტიპის გეგმებზე ვსაუბრობთ, ყველა მიმართულებით იქნება ეს ქარი, იქნება ეს მზე, იქნება ეს ჰიდროს ნაწილი, ხო? აი როგორია თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, როგორ ხედავთ, თქვათ, ამ ვითარებას, რამდენად სახელმწიფო ახლა ყველა ნაბიჯზეა ჩართული, რომ არ მოხდეს ისე, რომ კვლავ მივიღოთ ან შეჩერებული პროექტი, ან ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ესეთი რა ვიცი, შემთხვევითი ინვესტორები თუ რა ქვიათ, მაგათ იმ 88-ს თუ 90-ზე მეტს, რომლებიც არ ვიცი, იკავებდნენ ფაქტურად სხვის ადგილს, ხო? სადაც შეიძლება და რეალურად რაღაც გაკეთებულიყო. კი, ნამდვილად გავაგრძელებ თქვენს ლოგიკას და ვიტყვი, რომ სახელმწიფო არის პოლიტიკის შემქმნელი. ხოლო აღმსრულებელი არის უკვე კერძო სექტორი. ბუნებრივია თანამშრომლობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ დაცული იყოს ეგრეთ წოდებული, მე თქვენს ხშირად გვისაუბრია მე და თქვენ bottom to top და top to bottom ურთიერთობა. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რაც შესაძლოა სახელმწიფომ ვერ დაინახოს იმ პრაქტიკაში როგორ მუშაობს. პრაქტიკოსებმაც შესაძლოა გადაამეტონ თავისუფლებამოსილებას და ამიტომ ეს ბალანსი კრიტიკულია და ხდება ხოლმე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენციები, კვალიფიკაცია და საბოლოო ჯამში ეგრეთ წოდებული კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც. ჩვენ ენერგეტიკაში ბოლო პერიოდში დავინახეთ ეგრეთ წოდებული არც არის ახლა ეს დასამალი ფაქტი სპეკულაციური ბაზარი. ბევრი სპეკულანტი გაჩნდა, რომელმაც ზიანი მიაყენა სექტორის იმიჯს და ავტორიტეტს.
აქ ნახეთ რაზეა საუბარი, შემოვიდნენ არაკვალიფიციური ინვესტორები, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ძალიან კარგად შეძლეს თავისი ხედვის დატანა ფურცელზე, მაგრამ იმის უკან რამდენად იყო შესაძლებლობა ფინანსური რესურსისა, გამოცდილების, კვალიფიკაციის, ცოდნის, ტექნიკური მზაობის, ეს ყველაფერი კარგად ალბათ ვერ იყო შემოწმებული და ჩვენ წარმოიდგინეთ კერძო სექტორის სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ უფრო გაამკაცროს ფილტრები. ანუ კერძო სექტორისთვის უფრო მკაცრი ფილტრები ჩადოს იმისათვის, რომ ინვესტორები, რომლებიც შევლენ ერთმანეთთან კონკურენციაში, იყვნენ მზად იმისათვის, რომ ააშენონ ის პროექტი, რომლის უფლებამოსილებასაც მათ მემორანდუმის სახით მიანიჭებს უკვე სახელმწიფო. ანუ ამას თავად კერძო სექტორი ითხოვს. არამც თუ სახელმწიფო, რომელიც რეალურად ხშირ შემთხვევაში უფრო რეგულაციებს ამკაცრებს და კანონის გამკაცრების როლში, არამედ კერძო სექტორმა მოითხოვა, თავად მოითხოვა. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენი ერთ-ერთი წევრი ითხოვს, რომ რეგულაცია დაწერეთო. იცით რატომ? შავი ბაზარი ვითარდება ამ დროს და შავი ბაზრის განვითარება არც ერთ კეთილსინდისი არ მოთამაშეს, რომელიც იხდის გადასახადებს პასუხისმგებლობას გრძნობს, ინვესტორია, თქვათ, მოსახლეობის მიმართ, იცავს სტანდარტებს. აი ამ დროს ყოველთვის შავი ბაზრის გაჩენა მას აყენებს სერიოზულ ფინანსურ, მათ შორის ზიანსაც. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ ამ ნაწილში და ნახეთ, რამდენიმე წამახალისებელი მექანიზმი იყო შემოთავაზებული. CFD აუქციონები, ძალიან კარგი იყო ეს. რაღაცამ გაამართლა, რაღაცამ შეიძლება ვერა, მაგრამ ეს ნორმალური და ცოცხალი შეიძლება ითქვას პროცესია. ახლა იქნება სახელმწიფო ბანკი, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი. წამახალისებელი მექანიზმი. აწარმოე საქართველო ამასთანავე არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული cashback-ის შესაძლებლობა შექმნა. პროცენტის მიმართულებით აქტიური არის და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამას რა თქმა უნდა ემატება მესამე CFD-ის მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, იმიტომ რომ აუქციონი ყოველთვის არის შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული და ყოველთვის არის გამჭვირვალე. ახლა რაც 16 მარტს სამუშაო დღის ბოლოს დასრულდება სახელმწიფოს, ანუ გულისხმობ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განაცხადების მიღება ინვესტორების მხრიდან, შემდეგ გაიფილტრება და გარკვეული მეგავატები უკვე თავისუფალი და გარჩება ნაწილზე, ხო? დიახ, აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც წამახალისებელი მექანიზმია. ჩემი გადმოსახედიდან ესეც არის. დარჩება უკვე აუთვისებელი, იმიტომ რომ თავად ინვესტორი იტყვის ბატონ გიორგი უარს 5-7 პროექტიდან, რომლის აშენების უნარი აქვს და რომლის არა. ის რაც დარჩება აუცილებლად უნდა გამოვიდეს მესამე CFD აუქციონით იმისათვის, რომ სხვა ახალ ინვესტორებს ან დარგში მყოფ ინვესტორებს, რომლებსაც ეს პროექტი არ ქონდათ შემხებლობა, უკვე მიეცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ გამოიყენონ ეს შანსი და ააშენონ პროექტები. კი ბატონო, გამოიყენონ შანსი ააშენონ პროექტები. ნამდვილად, რამოდენიმე რამ აიხეთ ჩვენ საუბრის დროს, რამოდენიმე საკითხი ჩამოვთვალეთ კიდევ ერთხელ საკანონმდებლო მხარდაჭერა, ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე ის წამახალისებელი ნაბიჯი, რომელიც იყოს მილიარდის პატიება, თუმცა კიდევ ერთხელ ეს მილიარდის პატიების ნაწილი იყო გარკვეული დათქმით და თქვენ ამას აღნიშნავთ ალბათ, რომ ბევრი იტყვის უარს შესაბამის თარიღამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ან განახორციელებს საქმიანობას, ან სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს დაწყებას, თუ მას არ შეუძლია, რომ ესა თუ ის პროექტი ბოლომდე მიიყონოს. ჯამში რომ შევკრიბოთ ეს საკითხები, რომლებიც აი გასული 6-8 თვის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკა კიდევ უფრო საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის, ვიდრე იყო აქამდე პირობითად, აი მარტიდან 16 მარტიდან იქნება უფრო საინტერესო, ვიდრე აქამდე იყო ინვესტორებისთვის. აუცილებლად იქნება. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მთელი იანვარი, თებერვალი ჩათვალეთ, იმდენად აქტიური იყო სატელეფონო ზარები ჩემთან მიმართებაში გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით, რომ ამან კიდევ ერთხელ დამანახა ის, რომ აქტუალურობა და დატვირთვა და მნიშვნელობა ენერგეტიკამ არამც თუ დაკარგა, არამედ პირიქით, უფრო მეტადაც შეიძინა. და მაღალი ალბათობით კიდევ უფრო საინტერესო გახდება მათ შორის ახალი ინვესტორებისთვისაც. ვინც არიან სექტორში, იმათთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდება, რათა 30 მეგავატს კიდევ დამატებითი მეგავატები შემატონ და უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელშეწყობა უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობდეს და ჩვენ ამ ნაწილში ძალიან კარგი მხარდაჭერა გვაქვს, იმიტომ რომ
თანამშრომლობის ნაწილი, რასაც ვერ ხედავს თქვა სახელმწიფო, ეს არის ობიექტური მდგომარეობა, ხედავს კერძო სექტორი, მაგრამ არის საკითხები, რაშიც კერძო სექტორი ვერ ხედავს, იქ ჩადებულ ასე ვთქვათ ნაღმს, რამაც შეიძლება მე ისევ კერძო სექტორს მოუტრიალოს პრობლემა, ამიტომ აი ეს დიალოგი გახდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კი ბატონო. და როდესაც ინვესტორებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აუცილებლად მინდა ვთქვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, შავი ზღვის კაბელს ვახსენებთ ხოლმე ჩვენ არაერთხელ და მოკლედ ორი მთავარი ამოცანაა, ხო? ნუ პირველი რიგის ამოცანა საქართველოს გახდეს თვითკმარი და ამავდროულად მეორე რიგის ამბავს პირობითად პირველი მეორე გახდეს ექსპორტიორი, თქვა ამ შემთხვევაში თვითკმარი, შემდგომ ექსპორტიორი. ამ კუთხით როგორ ხედავ შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობას, რომელსაც ბევრი კუთხით სხვა ხოთების პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, გეოპოლიტიკური დატვირთვაც აქვს, მაგრამ როგორ ხედავთ აი ამ ჭრილში საინვესტიციო მიმზიდველობა სექტორისადმი რამდენად კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ მოკლედ არ ვკარგავთ ქვეყანა აქტუალურობას, ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ენგურჰესი თავის დროზე არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიო დონეზე ჩვენ ვიყავით იმ ხუთ წარმოიდგინეთ ამდენ ქვეყნებს შორის, იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც შეძლო ამხელა ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი კი ჩათვალეთ, რომ იქნება ნომერ პირველი. ნომერ პირველი ასეთი რანგის და ამხელა მნიშვნელობის მქონე პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ განხორციელდეს. 4 ქვეყანა არის ჩართული ამაში, თუმცა ინიციატორი არის საქართველო, წმინდა ქართული პროექტია, რომლის მიტანაც მოხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ამ პროექტს ბოლოს გამოუჩნდა უკვე მხარდამჭერები აზერბაიჯანის სახით, უნგრეთის სახით, რუმინეთის სახით. რეალურად ჩვენ ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ელვისის სწრაფით უნდა დავიწყოთ გენერაციის ობიექტების მშენებლობა და გამრავალფეროვნება. იმიტომ რომ პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, სიმბოლურად რო ვთქვათ და ჩვენ გვისაუბრე ამ შესახებ, X ფასად ევროპაში იმდენად მოთხოვნადია და თქვენ კარგად იცით, როცა მოთხოვნა იზრდება, ფასიც თან მიყვება, იმდენად მოთხოვნადია, რომ რეალურად ჩვენ ამ პროდუქტის გაყიდვა ნამდვილად შეგვიძლია 3-ჯერ, 4-ჯერ და თქვენ წარმოიდგინეთ 5-ჯერ მეტადაც კი, ვიდრე ამ ქვეყანაში მას აქვს ფასი. ამიტომ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მარტო უსაფრთხოების ჭრილში, როგორც თქვენ თქვით, არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ თავად ეკონომიკური დოვლათის გენერირების თვალსაზრისითაც. მე უფრო მეტსაც გეტყვი, ჩვენი მეზობელი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან, გამოიყენონ ეს შანსი და შესაძლებლობა. აზერბაიჯანი ელვისის სწრაფით აშენებს მზის ელექტროსადგურებს. წყალი მათ არ აქვთ ჰიდროს ჭრილში, გაზისგან გენერირებული ელექტროენერგია არ დაიშვება ამ კაბელში, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს განახლებადი ენერგოწყაროსგან ნაწარმოები ელექტროენერგია, ამიტომ კონკრეტული პირობაა. კი, კონკრეტული პირობა და დათქმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიდის აქტიური მუშაობა და აქტუალური ხდება ეს საკითხი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მათ შორის. კი ბატონო და ბოლოს შემაჯამებლად აუცილებლად მინდა გკითხოთ, არ ვიცი ეს აქტიური დასაწყისი წლის, თუმცა მანამდე წლის ბოლო გრეტას გეგმებთან დაკავშირებით მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ ტემპი ფანტასტიურია, თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს აჩვენებთ კერძო საჯარო სექტორის თანამშრომლობის და რას ველით 2026 წელს გრედასგან. ჩვენ ბევრს საუბრობთ უკვე კანონ პროექტზე და მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ შემდეგი ჩვენი შეხვედრა უკვე კანონ პროექტი არ არამედ კანონით ვისაუბრებთ და როგორ აღვასრულოთ ეს ნაწილი. ძალიან ველით ამ. აუცილებლად დარწმუნებულიც გახლავართ, იმიტომ რომ მივიღეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე პირობა და როგორც ხედავთ, მოცემული პირობები სრულდება. რაც შეეხება მეორე თემას, ჩვენ გვაქვს გამოწვევა ბიუროკრატიასთან დაკავშირებით და ვითხოვთ ერთი ფანჯრის პრინციპს. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ძალიან კარგად ვითანამშრომლებთ. გვაქვს კიდევ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები მიკროგრიდებთან დაკავშირებით, ანუ კიდევ ველით სხვა ინიციატივებს, ეს არ არის მხოლოდ. ნამდვილად, ანუ იურიდიული თვალსაზრისით და ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში, მასწავლებლებში, რაიონებში, რეგიონებში. ცნობიერების ამაღლების კუთხით გაგრძელდება გრედას აუცილებლად. სხვანაირად ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია ჩვენი თანაარსებობა იმ ეკოსისტემაში, რომელშიც ვარსებობთ.
ავტომატია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვა ეთერების საშუალებით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ასე ამომწურავი ძალიან დეტალური საუბრისთვის, როგორც ყოველთვის კარგად ხსნით ხოლმე საკითხებს, რომელიც ჩვენთვის ძალიან აქტუალურია და ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან აქტუალურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიმდინარე წელს არაერთ საკითხზე მოგვიწევს საუბარი დაკავშირებული გრედასთან და რა თქმა უნდა, გრედასთან დაკავშირებული საკითხი, შავს ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. გმადლობთ რომ გიყურებდით და გვისმენთ.